მოგესალმებით. დღეს ძალიან საინტერესო ადგილები გველის. მანდა მაიჭრებს სამგეჭო მაშინ იღებ ხომ? გემრიელად მიიწით. ეს ერთადერთი დრო არის, როდესაც ლაპარაკობთ დრო ვიხარ. კარგი. სამივდივართ. კახეთო, ჩემო კახეთო. ხომ არა, კახეთი ყველა მიწის და დიდია და ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენ ვივდივართ ნაკლებად ცნობილი. ფაქტობრივად უცნობი. რაო ალექსანდრე, სად მივდივართო? სად მივდივართ და უпроსტად ვართ კახეთში და მივდივართ აი იქ ზემოთ ფსიტის ციხე. ეს ციხე ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ გზიდან, თუ არ შეგიმჩნევიათ, აუცილებლად უნდა გაჩერდეთ და დატკბეთ ამ არაჩვეულებრივი ხედით. მეც და ალექსანდრეც პირველად ავდივართ იქ, წლებია გვაქვს დაგეგმილი. უცქერ ჩორიდან ვეტყვით. ჩორიდან ვუყურებთ და დღეს გადავწყვიტეთ რომ ვილაშქროთ. მოგე გადაცემაში გადავწყვიტეთ ვაჩვენოთ თითქოს ნაცნობი, მაგრამ უცნობი კახეთი. რადგან ისეთი ადგილები, რომელიც ამ გადაცემაში იქნება, აი ზუსტად ერთი ხელის გაწვდენაზეა გზებზე, საერთოდ ძალიან ხშირად გვიწევს სიარული. რამდენ ხანშია ვაკეთ შენი აზრით? აქედან არის 3 კილომეტრი. არ ვიცი, გზა ცოტა ოფროუდია და შემდეგ ფეხით მოგვიწევს სასვლელად, საკმაოდ შეხედე როგორი ის არის ვერტიკალი. ძალიან ციცაბოა. თელავიდან რამდენია? 15 კილომეტრია თელავიდან. დაახლოებით რომელი ადგილია ეცეთ გომბორს რომ გადმოვივლი, თეთრაწყლები გამოვიარეთ ის ლამაზი ტყე და აი არ მისვლა მდინარე თურდო, აი სადღაც აი მაქედან დავდივართ. წავედით? ჩემს მოციმციმე არითმიას ძალიან მოუხდება ეს ციცაბო აღმართი. კარგია. წავედით. წავედით. საურმე გზა იყო ეს ეთქობა და მანქანასაც აქვს ნავალი ალბათ 50 წლის წინ. ესე იგი ჩვენ დავდივართ უკვე 27 წუთია, გავიარეთ 1 კილომეტრი, მაგრამ იქ მოგვიწია ცოტა რაღაცა სიარული. აქედან ჩვენ დაგვჭა დაახლოებით 900 მეტრი. ან თუ სწორად დადგებით თავიდანვე ბილიქზე, ორი ვარიანტია. ხო გააკეთეთ ესეთ რაღაცებს. წინ მერანო ვიდი წავია. მოდი გავყვეთ იმას, რაც ჩანს ნათლად. რა თქმა უნდა. ეგრე არა. აქ ორი ვარიანტი, ნახე, ძალიან მოკლე. ფაქტურად ფინიშამდე ასასვლელი კლდე 20 მეტრიანი კლდე, ნუ კლდე რაღაც მოსაჭიდები არის საკმარისი. ან ასე გვერდზე მოუვაროთ აი ამ კლდეს. გვერდზე მოუვაროთ. აბსოლუტურად. არა, საშიშია აქ. კაი, ჯეირანი ვითამაშოთ, მოდი ბარემ. კაი, მალე. ჯეირანი. იქ მიდი. ძალიან სწრაფად გადაწყდა. საკმაოდ რთული გზა ამოვიარეთ, მაგრამ ნამდვილად ღირდა. ყველას გირჩევთ. აქ გამოირჩევა 3 ძირითადი ფენა. ადრეული ფენები მე-5, მე-6 საუკუნეებით თარიღდება, შემდეგ განვითარებული შუა საუკუნეები და გვიანდელი შუა საუკუნეების ფენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ციხის შეკეთება ამ საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და ის თავის ფუნქციას ინარჩუნებდა. მისი პირველი ხსენება კახეთის მეფის ალექსანდრე მეორის ერთ-ერთ საბუთშია. ციხე ძირითადად ნაგებია რიყის სხვადასხვა ზომის ქვით კირის ხსნარზე.
სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი მომრგვალებული გოდოლის ნაშთებია შემორჩენილი და ისინი სქელი კედლითაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ამ გზაზე ტურისტულად რო შევხედოთ, არის მართლა ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი. თუ ბილიკი გაფართოვდება და გაიკვალება, ვინ გომბორი მიდის? მარკირება უნდა მოხდეს საუბარი. ხო, რა თქმა უნდა, მარკირება თუ მოხდება, მარტივი გზაც არსებობს და ეხლა იმედია მაგ გზით ჩავალთ. ძალიან მარტივად მოსასვლელი და ძალიან გაამდიდრებს კახეთის მარშრუტს ზოგადად, არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ ქართველებისთვის. თან ისტორიაც კარგია, შედები არჩეულებული და აი აქედან ძალიან აგრაჩენს კავკასიური. ჩასვლით უფრო მალე ჩავედით, თუმცა ბილიკის არარსებობის გამო რამდენიმეჯერ ავწდით მარშრუტს. აქედან პირდაპირ კისისხევში ავიღებთ გეზს, სადაც ალექსანდრეს მეგობარი კობა გველოდება. სწორედ ის იქნება ჩვენი გზამკვლევი კისისხევში. ხო, კისისხევის სოფოს როგორც კი ამოვწდებით, რავი, რამდენი გამოვიარეთ 500 მეტრი, 600. კისისხევიდან ესე რა. კისისხევის ბოლოდან ეს. ხო, ეს არის ღვთაების სალოცავი, რომელიც ნანგრევებზე აღუდგენია 1806 წელს და ეს არის პირველი, რომელიც გვხვდება და იქით რო შევდივართ კიდევ 60-ზე მეტია რა. ეს მარტო ეკლესია ხო არ იყო, ქვევრები, მარნები. კისისხევი იყო საერთოდ ზემოთაც ცხოვრობდა. მე ჩავიდნენ ქვემოთ. ანუ ახლა სადაც ვართ ჩვენ, ანუ სოფელი იყო 100-ზე ზევით, ხო? 100-ზე ზემოთ და ხეობის ხარის აქეთ. დინარის ხარის. ეგ უკვე იმიტომ რომ ლეკიანობა იყო მაშინ ის იყო და უფრო დღეებში იგრძნებოდა ფაქტი და მე ის რომ აღარ არის მომიანობოდა ისე ჩავიდა და გააშენა ვენახები სახლები ააშენეს და აქედან ქვევრები ხო არ რა რამდენი არის მაგრამ ეს არის ზედაშე. ზედაშე იყო ერთ-ერთი დღესასწაულზე შეთქმული ქვევრი. რომელიც რომ იმ დღისით უნდა გაიხსნათ. როცა დღესასწაული იყო. ზოგმა რო არ იცოდა, არ წოდნით წამოიღო და ეკლესიას ჩააბარეს. და ყველა ოჯახში უნდა იყოს ზედაში. ხო, ანუ ეს ადგილი თამარ მეფემ აჩუქა იერუსალიმს. ეს სამთავისი და მარტვილი, ხო. და რაც ყველა საინტერესოა, მე როგორც თქვენი ანუ დაახლოებით ცარისტულ პერიოდში ჯერ კიდევ გვხვდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ეს ტრადიციაც მოიშალა. მე როცა თელავის მაზრა ჩამოყალიბდა, ეს ფრიად გავხდომ, რომ იურიდიულად უკვე თელავში ხდებოდა და ეხლა თავისთავად კომუნისტების პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა და უკვე რა ვაცრათავებას უკვე შესაბამისად აღარც ახსოვს. და ერთი კიდე რა არის, თამარ მეფეს ყავდა აკაური მოძღვარი. აი ზემოთ სადაც წავედივა ერთ-ერთი მსახურობა ის და აი ჯოია თუ არის აკარიო დასახლებული თავის მოძღვრის მეგზე რა. ხო, ვიცი, მე გაბიგე გამბო. ეგ არის. ერთი 10-11 ადგილია, სადაც ამოერო ჩამოყალიბება, აქ იყო თამარი დასახლებული. არის. კარგი, წავით ახლა ვნახოთ ღვთაება და შემდეგ წავალთ უკვე სხვა ადგილებში, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს აქ. უამრავი და ბოლოს გამოქვაბულები. რა ქვია გამოქვაბულებს? კონდამიანების გამოქვაბულები. ადრომა შევძლებთ? როგორ არ შევძლებთ? ჩვენაირი ხალხი. მაგრამ დღეს ალბათ ვერ მოახერხეთ, მოდი მაგრამ ის გავაკეთოთ სხვა. ბატონო, დღეს დღეს ვიქეიფოთ ხოლმე. დღეს ვიქეიფოთ. ესე იგი, რეალურად ქრისტეს გზა ვია დოლოროსას განმეორებას მიუყვებით, ხო? უბრალოდ როგორც ხვდები, ახლა უკვე ძალიან ბევრი რამ დაკარგულია ან დანგრეულია. ზოგი სულ დანგრეულია და საზირკველი არის, მაგრამ ეს შემორჩენილია, ეს მეორე ისა. კაი, წამოშევიდეთ. ეს არის სამრეკლო. სახურავი აღარ აქვს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია.
ამას აქვს შემორჩენილი სახურავი. დანარჩენებს აღარ აქვს სახურავი. რა გავლენა ქონდა იერუსალიმს? ახლა ვარ პირველი რიგის, ანუ რას ნიშნავს რიგის სამხედრო? იესოს გზას ნიშნავს და პირველად სადაც დაიგავიდეს იესოს, დაადგილესაც წაიქცა პირველი მანძილებში აშენებული სალოცავი და გადადის ეს ზემოთ. ანუ ახლა ჩვენ სადაც ვართ, ეს არის თქვათ ანუ ვია დოლოროსას ეძახიან, ანუ იესოს გზა. ანუ ეს არის პირველი სადაც წაიქცა თუ თაიდან დაიწყო. პირველად სადაც წაიქცა. მოჭიქული სახურავი. აი ლურჯად მოჭიქული. ლურჯად მოჭიქული და ეს როგორც ვიცით იერუსალიმიდან იგზავნებოდა ეს. ანუ აქ არ მზადდებოდა, იგზავნა იერუსალიმიდან. ასე არის. მოკლედ ეკუთვნოდა იერუსალიმს ის. მოკლედ პატარა იერუსალიმში ვარ, კახეთის იერუსალიმში ვიყავ თქვა. წავით. ახლა კი დროა ვესტუმროთ ბატონ თამაზ მეტრებელს, რომელმაც საკუთარი ხელით ააწყო ავტომობილი. როგორც ვიცით, ამ მანქანის აშენების აწყობის ინსპირაცია იყო თქვენი სიყვარული. ხო, ახალგაზრდობის დროს როგორც ყველა შეყვარებულია ხოლმე და შეყვარებული კიდე როცა ხარა ყველაფერს გააკეთებ და აღმაფრენა გაქვს ესეთია. თუმცა ყველას არ შეუძლია. როგორ არა? ყველა შეუძლია გააჩნია ვის შეხვდები. თორე სიყვარული თქვა შეიძლება შეიყვარო. და ელენაც თქვენი მეუღლის ხო, მეუღლის სახელი ელენა. ხო და მეხმარებოდა ხოლმე გაკეთების დროს. კაი. კი, რაღაცებს დამიჭერდა ხოლმე ზოგი ფანტაზიებს მომაწვდიდა ხოლმე. ფერი ცხათა შორის იმაში ერთზე წითელი. ხო, კიდე რა. თითქმის 2 წელი მომდია მის კეთებას, მაგრამ ახლა მუშაობდი და ეს ამბავი იცით როგორ აიცებ უნდა მოგივიდეს მუზა და დაიწყო კეთება. მე შეიძლება მიგავიწყდეს, მე ისე წამოგივლის რაღაცა, ხო ხატვასავით არის რა. თუ ხასიათში არ ახარ ვერ გააკეთებ ყველაფერს. და რამდენი წლის წინ აწყოთ? კაი 30 წელია უკვე. და მე იცი მაშინ ძალიან რთული იყო კომუნისტების დროს. ინსტრუმენტები არ იყო გაზასვარკა იყო ისეთი ძნელი არც ეხლანდელი ინსტრუმენტები რას ლაპარაკობ თავის საკეთებს მანქანებს. ეხლა რო იყოს თვითფრინავს გავაკეთებ. მე გაფორმებაზე ვიწვალე ძალიან. ხო რა მოდელიაო, ხო ალბათ კითხულობ. ხო არა ეს ხელით გაკეთებული არ არისო, კაცო, შენო იქნებოდი აფხაზეთში და იქიდან არ გაქვს მოპარული. მე იქ კონშიკები მოვიდნენ რაღაცეები, ბაგრატიანი იყო. შეამოწმეს გარსინჯეს. გააფორმეს რა ბოლოს. აი ესეთი ისტორია. ძალიან დიდი მადლობა გასეირნებისთვის და ამ არ ვიცი ესეთი რომანტიკული ისტორია არ მსმენია უკვე ძალიან დიდი ხანია და მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და სასიამოვნო იყო. ეგ არაფერი. კარგად ბრძანდებოდეთ წარმატებები და კიდევ ხანგრძლივი სიყვარული ერთად თქვენ და თქვენს მეუღლეს. დიახ, ახალგაზრდებს უსურვებთ, რომ სიყვარული გქონდეთ ერთმანეთს. On the day I was born, the nurses all gathered round, and they gazed in wide wonder at the joy they had found. The head nurse spoke up, said, "Leave this one alone." She could tell right away that I was bad to the bone, bad to the bone, bad to the bone, bad, bad to the bone.
მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენი პირადობა დამჭირდება თუ შეიძლება? პირადობა არ მაქვს პასპორტი. კი ბატონო, მადლობა. ორი ნომერი გაქვთ დაჯავშნილი, ერთი ქვევრი და ერთი ნომერი მთავარ შენობაში. აჰა, ძალიან კარგი. კი ბატონო, 305 იქნება თქვენი ქვევრის გასაღები. მთავარი შენობის ნომერი იქნება 206. ეს გახლავთ Wi-Fi-ის პაროლები ქვევრის ტიპის ნომრებისთვის. ქვემოთ პირველ სართულზე გახლავთ რესტორანი, ხვალწყლის ნახევრიდან 11-მდე იქნება საუზმე. დღეშეკვეთას რესტორანში და ბარში 11-მდე შეძლებთ, აგრეთვე გვაქვს ბილიარდი და სხვა სამაგიდო თამაშები. შეგიძლიათ სიამოვნოთ. რაიმე თუ დაგჭირდებათ, მოგმართეთ, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ. ახალი ჯეირანის დრო მოვიდა. დღეს რაღაცა ბევრი გვაქვს. მოგეთ. გვაქვს ორი ნომერი. აქ რა შესაძლებლობები გვაქვს? ერთი არის ჩვეულებრივად სტანდარტული კარგი სასტუმრო, შენობა, სადაც არის ძალიან კარგი და მშვენიერი ნომრები და შემდეგ არის ქვევრები. ხო და ორივეს გვინდა ქვევში დარჩენა. ეს არის ქვევრის გასაღები, ნახე როგორი გასაღები აქვს. რა მოგცე? ვერ მოვატყვე. ვერ შევაცდინე. მოდი, ეს ხომ უნდა ვითამაშოთ და მოგიკო. აბა, ჩემი დღეა. დღეს შენი დღეა. კარგი. არა, ნახოთ. ჯეირანი. კარგი. მოკეთ. მომეცი ქვევრი. აი თა ქვევრის ფორმა აქვს. მაგრამ ჩემი უფრო დიდი ნომერია. არის, მე რა. ჩემი ქვევრია. კარგად. რა მაგარია. აუ ძალიან მომწონს. აბაზანაც ნახეთ, აბა. აი ჩაიდანი, ყავას ჩაის დავლებთ. აუ აბაზანაც როგორი საყვარელია, ნახე. ძალიან მომწონს. დღის ყველაზე გემრიელი დრო. იმდენი ვიარეთ და იმდენი ემოციები მივიღეთ, რომ ახლა გემრიელი საჭმელი არ ვაწყენთ. უნდა აღვნიშნოთ, იმხელა არჩევანი იყო მენიუში, რომ ცოტა არ იყოს დავიბენით და რა თქმა უნდა ვიხმეთ დასახმარებლად და გვირჩი ეს პირველ რიგში ქვევრების საფირმო სალათი, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება და ვეჭვობ, რომ ასევე გემრიელი არის. შემდეგ ალექს შენ მოყევი ხორცებთან. ხო, მალე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთდროს ხლაპავ. ხო, აქ გვაქვს, რა თქმა უნდა, კაბაბი, სოკო ტარხუნით, კარტოფილი. სოკო ტარხუნითაც განსაკუთრებული არისო, გვითხრეს. და რაც თავარია, ეს არ არის მხოლოდ სასტუმრო, ეს ადგილი, აქ არის ძალიან გემრიელი რესტორანი. შეიძლება არჩებით აქ, ხარ თელავის მიდამოებში და ხარ სხვა სასტუმროში, შეგიძლიათ თქვენ მოგბრძანდეთ, მიირთვათ და მე დავწაბრძანდეთ თქვენ სასტუმროში. აბა დავიწყოთ. დავიწყოთ. ეჯი დავიწყოთ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქვევრები არ არის უბრალოდ სასტუმრო. ქვევრი, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის კულტურის უძველესი სიმბოლოა, აქ უნიკალურ სივრცედ გადაიქცა. სივრცედ, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას ჩუქნის თითოეულ სტუმარს. მთავარ შენობაში 17 ოთახია, ხოლო გარე სივრცეში 20 ქვევრი. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე დაგვხვდებათ საკონფერენციო სივრცე, ბარი, ღია აუზი ულამაზესი კავკასიონის ხედებით, სპა და საუნა, საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთი და მინი ფეხბურთის მაგიდა. მასტერკლასების სივრცე ღვინის დეგუსტაციისთვის და საწნახელი. ერთი სიტყვით დიდ რეკომენდაციას ვუწევთ ამ საოცარ ადგილს. გემრიელი საუზმის შემდეგ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას.
ახლა გავუვლით ჩვენს კისისხევის ელჩ სკობას და ვეცდებით ავიდეთ კონდამიანის გამოქვაბულებში. გირეკავ და გეძახი. ან რა არის ვერ გავიგე ამდენი ხანი დაგვაგვიან და ჭურში გძინავს? მართლა გძინავს. ეს არის ჩვენი მარანი. როგორი კოჭებია. ეს არის თავარი. მაშინ ის ხვარი ხო ხერხები და ხერით არის გათვლილი. დაპოვეთ რა. ობა შენ მადლობა რომ დავიდექით ეს ფანახი ყველაფერს კისისხევში და აგერ ავედით და ყველაფერი ვნახეთ და კიდევ ვნახოთ, მაგრამ თუმე სახლში გაქვს მთელი მუზეუმი. მისახედია, ზოგადად კისისხევი ეს არის ადგილი, რა ვიცი, რომელიც ცოტა თუ ხელი შეევლება, ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ადგილი იქნება მთელ საქართველოში. მარჯვენა მხარე მითხარი. ეკლესია არის სრულად დაფარული ხემცენარეებით. მაგრამ აი ვარც მახსოვს ბოლოს როდის მქონდა ესეთი ემოცია. ძალიან ბევრი მინახავს, მაგრამ რაღაცნაირად აი ეს სიდიადე, აი ეს ყველაფერი ეს მცენარეები გადმოსული, რა ვიცი, მართლა ძალიან საინტერესოა, ძალიან მაგარია. და სხვათა შორის არ მოველოდი, არის ძალიან დიდი, ან მასშტაბური, აი რას შევადარო, დაახლოებით შეიძლება ოშკის ხელა ბაზილიკა არ არის, მაგრამ არც ნაკლებია, აი სიმაღლე ალბათ დაახლოებით 20 მეტრამდე. სამწუხაროდ მონაცემები არ ვიცი ზუსტად, მაგრამ არის მართლა ძალიან შთამბეჭდავი. და ეს აფსიდები, ორივე აფსიდი არის მართლა ძალიან კარგად შემორჩენილი და რაც თავარია, ქვებით არის ნაშენი, ადგილობრივი ქვებით და გარედან მოპირკეთებული არ არის. რაც ძირითადად ეკლესიებს არ ახასიათებს, იმიტომ რომ გარედან ყოველთვის ხდებოდა ხოლმე მოპირკეთება. ეს ტაძარი არის კოზმას და დამიანის სახელობის და კისისხეველები მოკლედ ეძახიან კონდამიანის ეკლესიას და მღვიმეებს, სადაც ცოტა ხანში ავალთ.
ვიწყებთ ახლა ასვლას იმ ადგილისკენ, რაც გვქონდა იდეაში საბოლოო დანიშნულების ადგილი. აქედან მიდის ბილიკი კიდევ რამდენიმე ადგილას, სხვადასხვა ეკლესიასთან და სამლოცველოსთან. თუმცა ჩვენ უნდა გადავიდეთ ბილიკიდან. წეღან სადაც ვიყავით, ანუ გზა აქ შეგიძლია ზევიდან მოუაროთ, მაგრამ ქვევიდან უკეთესია, უმჯობესია. ჯერ ემოციებიდან ვერ გამოსულ ვარ, იმ ემოციებიდან მართლა სასწაულია, რა ვიცი, არ ვიცი და ალბათ უფრო მაგარი გველოდება ზევით. რადგან მეც ეჭვი მაქვს. ამ ადგილს ეძახიან კახეთის ვარძიას. და საერთოდ თითქმის არავინ არ იცის, მისასვლელი ბილიკიც კი არ არის, უბრალოდ დაახლოებით აი ესე ორიენტაციით უნდა ახვიდეთ, როგორც ვნახეთ და რა ვიცი შევხედოთ როგორ იქნება. კი, წეღან დრონი დაგვეხმარა ორიენტაციის გაგებაში. სადღაც არის აქ და დაახლოებით 150 მეტრია ეს სიმაღლით. მაგრამ რადგან და ვინაიდან ძალიან ციცაბოა, უნდა ზიგზაგებით გავყვეთ და სადმე მივაგნებთ იმედია. მოდი, კაფავთ ბუჩქებს დავდივართ. ავდივართ სადგამქობულებში. წავედით. კაი, წავედით. აი მართლა ძალიან რთული გზაა, აი მართლა. ცოტა მივედითო. აი უკვე ეს კლდეების ძირია. და იქ არის სადღაც 20. აი ხედავ, აი ზევით. ფროდო ბეგინსი მოდის. ფროდო ბეგინსი. ერთი უკან უნდა იყოს რომ დაიჭიოს ამერა. აქედან ამოყვეთ თუ ესე. ხავს ვეკიდები ფაქტობრივ. აი კარებით ჩანს, ნახე. შეხედე. აი მე რა მაგარია. ნახე, მასაძრობია, ხო? საკმარისი ადგილი თუ. ისა, ჯერ ფეხები გაიმაგრე კაი. კი, კაცო. დილა. არის ქარო. დღეს საუზვეზე ნაკლები უნდა გეჭამა. როგორ? მე უნდა ავიდე მაგა. აი, ჩანთან ამათ. აბა, ცოტვით უნდა დავკავდეთ ახლა. ნაწილი ავიდა უკვე. მერე ჩვენი ოპერატორი ავა და მერე მე დამაგვირგვინებლად. ოკეი, აი შეხედე მოსაჭიდიც არის, ზია. საინტერესო ხვევი ის იქიდან. ამას დაეკიდე. დაეკიდე და მაინც ერთი კაცი უკინდა რომ კარგად ის. აბა, ნახოთ ეს ჩემი ის რა ქვია. North Face-ის ფეხსაცმელები. ეგ უნდა თქვა, მაშინ როდესაც North Face-ი ჩვენი სპონსორი იქნება. რა ვიცი, აბა იქნება? იქნება? იქნება. არ დადგავ ეს. არისა. აჰა. ой, აჰა, თავი მივახეთქე. აი. ეგ არაფერი. ნახე როგორ დამხვიდა. ჰოპ. ჰოპ. მომეხელი. ზელი უხარდა. ეგა, ნახევარი გზა გავლილი გვაქვს. მთელი 1 მეტრი ამოცოცდით. ზევიდან აჰა. ვიღაცები უყურებენ. აი ეს გამოვიდა. ანუ მოსაჭიდები არის, ასე რომ ამოძრობადი არის. ძეგლი წარმოადგენს კლდეში ნაკვეთ კომპლექსს, გამოქვაბულების სისტემას, რომელიც თარიღდება შუა საუკუნეებით. გამოქვაბულები რამდენიმე მწკრივად და სართულად არის განლაგებული. სამწუხაროდ ისევე როგორც ვარძია, მისი უდიდესი ნაწილი ჩამოშლილია და გამოქვაბულებს შორის გადასაადგილებელი სივრცეები აღარ არსებობს. ჩვენ აღჭურვილობის გარეშე მხოლოდ რამდენიმე გამოქვაბულის სტუმრობა მოვახერხეთ.
ადგილობრივების თქმით, ვისაც მეტი ოთახი უნახავთ, აქ მოწყობილი ყოფილა ჭები და წყლის რეზერვუარები. ეკლესიაც ყოფილა გამოკვეთილი. რაც არ უნდა იყოს, ეს უნიკალური ადგილია, რომელიც არ ჩანს გზიდან და ამიტომ ნაკლებად ცნობილია. აქ აუცილებლად დავბრუნდებით და კიდევ უფრო მეტ ადგილს მოვინახულებთ.